გამარჯობა, მე ვარ მარიამი და ეს არის უნი პოდკასტი. მინდა დავაანონსო, რომ სულ მაღლა უნი პოდკასტი და უნილაბი კოლაბორაციის დაიწყებს ახალ პოდკასტინგ გადაღებებს, რომელიც იქნება საუბრები ტექნოლოგიების შესახებ ბატონ სანდრო ასათიანთან ერთად. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, დღეს ვისაუბრებთ წიგნზე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხელოვნებაზე და ჩვენი სტუმრები იქნებიან ამ წიგნის თანაავტორი ბატონი სანდრო ასათიანი და პროფესორი კარლ შტოკერი. გამარჯობათ. გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს. დავიწყოთ წიგნზე საუბარი და რომ გაგვაცნოთ მოკლედ ეს წიგნი, მისი კონცეფცია, რის შესახებ არის, რა არის. ამ წიგნში ესეთ რამდენიმე თემა არის განხილული. ერთი ეს არის შიშები ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით, ხო, რომ არის ეს მსჯელობა იმაზე, რომ აი რაღაც ბევრი ადამიანი სამსახუროდ დარჩება, ამ ბევრ სამსახურებს გააკრობს ეს ხელოვნური ინტელექტი და ამ წიგნში არის ნაჩვენები, რომ რეალურად ყველაზე კარგი შედეგის მიღწევა შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის კოლაბორაციით, ხო? ანუ რაღაც შესაძლებლობები აქვს ხელოვნური ინტელექტს, რაღაც შესაძლებლობები აქვს ადამიანებს, მაგრამ ამ შესაძლებლობების გაერთიანება იძლევა ყველაზე კარგ შედეგს. შესაბამისად, ადამიანის როლი ამ პროცესში მნიშვნელოვანია. საუბარია იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ეს არის ინსტრუმენტი ადამიანის ხელში, მაგალითად როგორც ფოტოაპარატს არ შეუძლია თვითონ დამოუკიდებლად კარგი ხარისხის სურათის გადაღება, ხო, კარგ ხარისხში გულისხმობ, თქვათ შემოქმედებითი სურათის გადაღება, ხო? ასევე ხელოვნურ ინტელექტს დამოუკიდებლად არ შეუძლია ამოცანის დასმა და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს კიდე ადამიანს, ეს რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული სამუშაო ვიღაცა უნდა შეაფასოს. ხო? იმიტომ რომ არ შეიძლება ეს უბრალოდ გააკეთა და მოდი პირდაპირ ასე გამოვიყენოთ ან დავნერგოთ. მაგრამ აი ამ თეორიული საუბრების გარდა ხო იქ რაღაც ბევრი საკითხი კიდე განხილული, ძალიან საინტერესო ის არის, რომ იქ არის პრაქტიკული მაგალითებიც, როგორ შეიძლება გამოიყენო და ჩემი აზრით ბევრ ადამიანს დაეხმარება არა მარტო გააზრებაში რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ და გამოიყენოთ, არამედ რა შეიძლება გავაკეთოთ დღეს. შეგიძლიათ მოკლედ გაგვაცნოთ და აგვიხსნათ რაზეა ეს წიგნი? დიახ. ამ წიგნის თავდაპირველი იდეა გაჩნდა ჩემი მეგობრისა და კოლეგის სანდრო ასათიანის მიერ. სანდრო ასათიანი. და ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ძირითადად ეხება არა მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს ხელოვნური ინტელექტის სწავლებაზე, ამავდროულად გასწავლის ფილოსოფიურ კითხვებზე ფიქრს. ასე რომ ეს არის, მე ვიტყოდი, ერთგვარი ნაზავი ფილოსოფიური მიდგომისა, რომელიც გიფიჩგებს იფიქრო. კონტექსტზე, საზოგადოებაზე, რა იქნება მომავალი, რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამავე დროს ეს არის ძალიან კომპაქტური შესავალი. და ვფიქრობ, რომ ეს მისი განსაკუთრებული თავისებურებაა. Yeah, the USP of this book. Thank you. როგორ გაჩნდა წიგნის შექმნის იდეა და ასევე მაინტერესებს როგორ გაჩნდა იმის იდეა, რომ თქვენ ერთად გემუშავეთ. ხო, ну, რა ვიცი, მე მქონდა ასე ვთქვათ ნედლი იდეა, რომელსაც რაღაცა დამუშავება ჭირდებოდა და ასე შემდეგ და ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ბატონ კარლთან ერთად თანამშრომლობა. და შესაბამისად გავზიარეს ჩემი იდეა და მე ნაბიჯ მივყვევით, ხო, რაღაცა წიგნის გეგმა, საკითხები, რომელიც შეიძლება და ყოფილიყო ამ წიგნში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის, რომ რაღაც იდეებში ერთმანეთს დავიმთხვიეთ, ხო, მე არ მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო რაღაცა როგორ ვთქვა, რაღაც ჩაკეტილი მხოლოდ იმ სივრცეში, რომელშიც მე ვარ, ხო და აი ძალიან საინტერესო იყო რომ როგორც თქვი, რაღაც იდეები დაემთხვა, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო იდეები შემოიტანა ბატონმა კარლმა და ხედვები, რომლითაც, რა ვიცი, აი საერთო თანამშრომლობით გამდიდრდა მერე ეს წიგნი. და ვინ არის სამიზნე აუდიტორია თუ გყავთ კონკრეტული სამიზნე? კი, ალბათ ძირითადი აუდიტორია ესენი არიან ლექტორები და მასწავლებლები. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აუდიტორიამ, რა ვიცი, იმუშაოს თავის თავზე, როგორ ვთქვა, ესე იგი, პირველი გამკვალავი იყოს, ხო, და პირველი ამტვისებელი ამ ტექნოლოგიების, იმიტომ რომ ისინი არიან როგორც წესი
ხიდი სიახლესა და საზოგადოებას შორის, ხო? და შესაბამისად ეს მერე რაღაცა გადმოვიდეს უკვე სტუდენტებში, მოსწავლეებში და ასე შემდეგ და ამიტომ თითოეულ თავს აქვს პატარა სამუშაო დავალება. რომელიც პირდაპირ შეუძლია თავის სტუდენტებთან ან მოსწავლეებთან მიიტანოს მასწავლებლებს. ხო. და აი როგორც ვიცით, ციგნის ქვია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ხელოვნება. და აი რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება და რატომ გადაწყვეტეთ რომ ეს დაგერქმეს და არა აი მხოლოდ უბრალოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესები, პრაქტიკები. ხო, იმიტომ რომ აი ამ წიგნში ესეთი კრეატიული მიდგომებიც არის და ამიტომ ეს სიტყვა გვადგება ზოგადად აი ქართულ ენაშიც ხო სიტყვა ხელოვნება ფულზე არის ხელობა ხო ანუ შესაბამისად აი ეს ორი რაღაცა მინდოდა რომ ყოფილიყო გაერთიანებული რომ ერთი კარგად ვიცი როგორ გამოვიყენო მაგრამ ამავე დროს ეს არ რჩება მარტო ხელობად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არამედ მე ასე ვთქვათ შემოქმედებითაც ვდგები რაღაცა საკითხებს და აი ამ ორი სიტყვის ასე ვთქვათ გამოერთიანებელია ხელოვნების და ხელობის. და რა პრობლემას აკვარებს თქვენი წიგნი? ნუ ჩემი აზრით ეხმარება ადამიანს აი როგორც ბატონმა კარლმა აღნიშნა უკვე ერთი მხრივ გაიაზროს რა არის ეს ხელოვნური ინტელექტი რა შესაძლებლობები აქვს და მეორე მხრივ პრაქტიკულად მიუდგეს და რაღაცის კეთება დაიწყოს თუ ჯერ არ გაუკეთებია ან რაღაცა უფრო სიღრმისეულად დაიწყოს გამოყენება თუ რაღაცა ზედაპირულად იყენებს. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, როგორ გაჩნდა ამ წიგნის იდეა? James book came to you. ეს იდეა ჩემი მეგობრისგან წამოვიდა, რადგან ჩვენ ერთად მუშაობთ თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ჩვენ ასევე გამოფენაც გქონდა გრაცში, რადგანაც მე ის დავაპატიჟე გრაცში ჩამოსასვლელად და თავისი ნამუშევრების საჩვენებლად და სწორედ შემდეგ გაუჩნდა იდეა რომ მეც ჩართულიყავი, რადგან ხომ იცით ის ექსპერტია AI-ში და იცის როგორ გავუმკლავდეს მას. მაგრამ მე ვფიქრობ, ვიტყოდი ამ თანამშრომლობის ამოსავალი წერტილი ის არის რომ ჩვენ არ ვჩერდებით რაც ნორმალურია. მაგალითად მოგეხსენებათ ძველი თაობა ჩემსავით სკეპტიკურად არის განწყობილი, ვამბობთ ხელოვნური ინტელექტთან არ გვინდა საქმის დაჭერა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს გრძელდება, დიახ და ეს მომავალია და ჩვენ უნდა ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ ის და როგორც მან თქვა, ეს ჩვენი ასისტენტია და ჩემის მხრივ ვცდილობ ცოტა იუმორით და ირონიაც შემოვიტანო ხოლმე. მოგეხსენებათ ეს ფილოსოფიური მიდგომა ერთის მხრივ მთელი 15 გვერდი ჩემი კულტურულ პესიმისტური მიდგომა ამის შესახებ რომ ეს ასე საშინელებაა და ჩვენ უნდა გვეშინოდეს და შემდეგ გვაქვს სანდროს ფანტასტიკური მხატვრული ილუსტრაციები, რომლებიც ერთგვარი კონტრასტი შექმნა და მე ვფიქრობ ამ მიდგომით ცოტა ირონიით, ცოტა იუმორით ის ადამიანებს და შესაძლოა ჩემს თაობასაც გარკვეული ძალისხმევა შესწინოს. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ისინი უბრალოდ შეშინებულები არიან, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ქნა ეს არის უბრალოდ იჯდებ გეშინოდეს და არაფერი გააკეთო ამისთვის. მაინტერესებს თქვენი აზრით, ვინ არის ამ წიგნის სამიზნე აუდიტორია, ანუ არის თუ არა რომელიმე კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფი ან კარიერული სფერო. ვფიქრობ ეს ყველასთვისაა, ვინც დაინტერესებულია. იმიტომ რომ იცით, არავინ იცის რას ნიშნავს თემა აგენტი. და რომ თქვენ ქმნით აგენტს თქვენთვის და ასისტენტებს თქვენთვის, დიახ. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ გქონდეთ პრაქტიკული მხარე, რომელსაც შეუძლია ასწავლოს ახალგაზრდებსაც, მაგრამ იმავე დროს ხანდაზმულებსაც. თქვენ უბრალოდ უნდა დაინტერესდეთ თემით, ასე რომ ვფიქრობ და ჩვენ რეალურად ჩავატარეთ ტესტური ვორქშოპი მასთან ერთად გრაცში. ჩემი მეუღლის სკოლაში 15-16 სტუდენტებთან ერთად, მაგრამ ასევე უფროსებთან და მასწავლებლებთან ერთადაც. და ვფიქრობ სანდრო ამან ნამდვილად კარგად იმუშავა. მე ვიცნობ ჩემ ზოგიერთ მეგობარს, ვინც მოვიდა ან ვინც პროფესორია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ხელოვნებაში. ისინი აქ წავიდნენ და მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ გამოიყენონ ის. და არ დაიჯერებთ, ისინი ნამდვილად იყენებენ მას და ბედნიერები არიან ამით. რა განასხვავებს თქვენ წიგნს სხვა AI ლიტერატურებისგან? ხო, სხვა წიგნებისგან ალბათ განასხვავებს იმას, რომ აი როგორც აღნიშნა ბატონმა კარლმა, ეს ორი მიდგომა გვაქვს რა, ერთი მხრივ იმიტომ რომ არის წიგნები, რომელიც ფოკუსირებულია რაღაცა ფილოსოფიურ მიდგომებზე, არის წიგნები, რომელიც ფოკუსირებულია წმინდა ტექნიკურ საკითხებზე, რაც რა ეგ მეაჭირა ეს გააკეთე და ასე შემდეგ და
მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მიქსია და ასევე ერთი კუთხით კი არ არის დანახული მარტო დადებითი მხარე, ხო? აი რაღაც ესეთი კრიტიკული მოსაზრებებით შიგნით კიდე ჩადებულია და ასე ამგვარად ვფიქრობ, რომ ესეთი ჰოლისტიკური მიდგომაა, ანუ მთლიანი მიდგომა, სადაც ვცდილობთ, რომ ყველა კუთხიდან დავინახოთ და გავიაზროთ, პრაქტიკულად გამოიყენოთ და კრიტიკულადაც შევხედოთ. ნუ ციკლზე მუშაობისას შეხებოდით ბევრ ისეთ საკითხს, რაც აკავშირებულა უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტთან, ხო? და მაინტერესებს რა მითები არის ყველაზე გავრცელებული, რაც გადააწყდით ან თქვენ გამოცდილებაში როგორ შევხვდათ ეს მითები? ხო, ნუ არც ახლა ლიტერატურასთან როცა მუშაობდით, რა თქმა უნდა, არის საუბარი იმაზე და შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი, თქვათ, ადამიანს სამსახურს წაართმევს და ბევრი ადამიანი უსამსახუროდ დარჩება. არის მითი იმის შესახებ, რომ აი რომ გაუჩნდეს იმას აზროვნება ხო, ანუ საუბარი რაზე არის, რომ თუ ხელოვნურ ინტელექტს გაუჩნდა მეს შეგრძნება, აი რას მე ვარ, ხო და აი ვინ ვარ მე, ხო, მე დაფიქსდება იმაზე, რომ რა გარემო მჭირდება, რა მიშლის ხელს და რაღაცა თუ დაფიქსდებთ, ხო, რომ ეს ადამიანი რა ხელს მიშლის, ხო, შეიძლება რაღაცა ცუდად დამთავრდეს, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის, ყველა ტექნოლოგია რეალურად არის ჩვენი სარკე, როგორი ადამიანებიც ვართ, ისეთ ტექნოლოგიას ვქმნით, ხო? ანუ შეუძლებელია, რომ პროგრამას კონდეს, ესე იგი, შეიქმნას ხარბი პროგრამა, ხო? ანუ ეს თვითონ გახდეს ხარბი უბრალოდ პროგრამა, ამას ქმნის ადამიანი, ხო? აი მაგალითად, ცნობილია, რომ ონლაინ კაზინოების პროგრამაში ჩადებულია ალგორითმი, რომელიც ცდილობს, რომ ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი გამოიცნოს, რომ მან ჯერ უნდა წააგოს, რომ მე კიდე მეტი ფული დახარჯოს, თუ ჯერ უნდა მოიგოს და იმედი მიეცეს, რომ ესე იგი მოგება შესაძლებელია, რომ ბევრი ფული წააგოს, ხო, რაღაც სხვადასხვანაირი ფსიქოტიპები არიან ადამიანები და თქვათ, ვიცით, რომ ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ცდილობს, რომ გამოიცნოს ადამიანის ტიპი და რაც შეება მეტი ფული, ასე ვთქვათ, გამოსწროს, ხო? ეს ხო თვითონ პროგრამამ არ გადაწყვიტა, ადამიანმა შექმნა ესეთი პროგრამა, ხო? აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გადავეცით აი ამ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი ესეთი უარყოფითი თვისებები ადამიანების, ხო, რაცა დაპირისპირება სიბრაზე და ასე შემდეგ, ხო, რაცა კაცობრიობის ისტორიას რომ გადავხედოთ, განუყოფელია ის ომებისგან, ხო, სულ თამგვდებდა, ხო, მაშინ მართლაც შეიძლება რაღაცა დაპირისპირება მოხდეს, მაგრამ მეორე მხრივ თუ ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს გადავეცით ის ჩვენი სურვილები, რომელიც შენახული გვაქვს რელიგიებში, მითებში, ზღაპრებში, ხო, იქ ხო რა არის, ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი ნატვრა, ხო, რომ რაღაცა იყოს უკვდავი, რომ რასაც ისურვებს ის გაჩნდეს და ნუ ამ შემდეგ ხო, რაც მაშინ შეიძლება ეს ჩვენი სურვილები გადავცეთ ხელოვნურ ინტელექტს და პირიქით ამის ასრულებაში, ასე ვთქვათ, დაგვეხმაროს. ყველაზე ხშირად ადამიანები რა შეცდომებს უშვებენ, როდესაც იყენებენ AI-ს? ჩემი აზრით ყველაზე ხშირად უშვებენ შეცდომას, რომ ეს გონიათ, რომ არის უბრალოდ კითხვა-პასუხის მანქანა, ხო? ანუ ხშირად უდგებიან ისე, როგორც Google-ის საძიებო სისტემას, რომ ჩავწერე, მივიღე პასუხი. ხო? და სინამდვილეში ეს გაცილებით უფრო კომპლექსური სისტემა არის, მაგალითად არის ამ წიგნში ამაზე საუბარი, შენ შეგიძლია აწყო შენი ასისტენტი. ანუ აუხსნა, რომ იცი რა, აი მე ვარ არც ლექტორი, რომელიც აი ამაზე მუშაობს ამ კურსზე, აუტვირთო მას თქვათ სილაბუსი და ასე შემდეგ და მე გამოიყენო, თქვათ რაღაცა უთხრა, რომ აი რაღაცა ლექციისთვის 5 იდეა მომაწოდე, ხო, რაღაცა მოგაწოდეს. მე რაც დაამუშავებ, ანუ ეს არის კოლაბორაცია. ან თუნდაც სტუდენტს ხა ილეონიში ჩვენ გვაქვს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კურსი. აი წელს პირველად იყო ეს კურსი და ასევე სამხატვრო აკადემიაშიც პირველად იყო ეს კურსი, არჩევითი კურსია და წინა სემესტრში იყო პირველად და სხვა მიმართულების სტუდენტები დარეგისტრირდნენ, ფსიქოლოგი, მათემატიკოსი, ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს ერთი გოგო, მენეჯმენტიდან და აი მათ ჰქონდათ რამდენიმე დავალება, ესეთი რომ შეექმნათ თავისი ასისტენტი, რომელიც სწავლაში დაეხმარებოდათ. რომელიც მათ მაგივრად დავალებას კი არ გააკეთებს, არამედ საკითხი, რომელიც არ ესმით, აუხსნის და ასე შემდეგ და მე ეს გავაზიარეთ სხვა სტუდენტებში და ესეთი რაღაცა დამხმარე ასისტენტები ავხდათ, ხო? ანუ შესაბამისად
შესწორება, რომელსაც რო შევაჯამო უშვებენ ყველაზე ხშირად, ჩემი აზრით ეს არის ის, რომ ერთი მხრივ აიყენებენ აი ამ კითხვა-პასუხის მანქანის სახით, როგორც საძებო სისტემას და არ მიდიან უფრო ღრმად, როცა შენ შეგიძლია შექმნე შენი ასისტენტი, რომელიც სხვანაირად დაგიხმარება ნებისმიერ საკითხში, რომელიც შენ გაინტერესებს და როგორც აი თავშიც აღნიშნე, აი ეს სიმბიოზი, ხო, რაღაცა თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტსა და ადამიანებს შორის, აი ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ წიგნის შექმნის პროცესზე და რამდენიმე კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებითაც. როგორ მუშაობდა თანავტორობა, როგორ გადაინაწილეთ პრობლემები და აი როგორ კოლაბორაციის მომენტი როგორ კი, ჩვენ გქონდა სხვა ნაწილებზე შევთანხმდით რა ნაწილებზე ვიმუშავებთ და მე ერთმანეთს უზიარებდით ამ ნაწილებს და თქვათ რაც ერთმანეთის თანამშრომლობით ხდებოდა შევსება უკვე რაღაც აზრების გაზიარება. ეხლა გადავიდეთ პატარისა და I have a question like this. რითგან სხვავდება თქვენი წიგნი სხვა AI ლიტერატურისგან? AI literature. დიახ, ამაზე პასუხი ნამდვილად ნათელია. ავიღებ ჩემი სამშობლოს ავსტრიის მაგალითს. ერთი მხრივ გყავთ ექსპერტები, რომლებიც IT სფეროში მუშაობენ და ამ ტექნიკებითა და მეთოდებით მოქმედებდნენ. ისინი მიჩვეულები არიან ამის კეთებას და აქვთ საკუთარი ენა, რომელიც არავის სხვას არ ესმის. ისინი თავიანთ საზოგადოებაში არიან და ასე საქმიანობენ. ხოლო თუ ამ საზოგადოების გარეთ ხართ, არ იცით რა ხდება იქ. მეორე მხრივ კი საზოგადოებრივ აზრსა და ინსტიტუციებში მაქვს განცდა, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც უბრალოდ გამოდის და საუბრობს ისე, რომ საკითხს სიღრმისეულად არ იცნობს. ყვებიან თუ რამდენად საშიშია ეს ყველაფერი. ფაქტობრივად, სამეცნიერო ფანტასტიკა ახლა რეალობად იქცა და ეს ტექნოლოგია კონტროლს გადაიბარებს. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ადამიანი მუშაობს ამ სფეროში და თუ დავფიქრდებით ამ ტიპებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძალიან დიდარ ხალხზე, რომლებიც ამ ტექნოლოგიას მხოლოდ ჩვენაირ ადამიანებზე ზეწოლისთვის იყენებენ. ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ეს სფერო ამ ხალხს. ჩვენ თავად უნდა შევიდეთ ამ სფეროებში, ვიმსჯელოთ ამაზე და ნამდვილად მივაწოდოთ ინფორმაცია ერთმანეთს იმის შესახებ, თუ რას ეხება ეს ყველაფერი. შემდეგ კი ვეცადოთ გამოვიყენოთ იგი, ვიტყოდი სიკეთისთვის და არა მხოლოდ ფულის მოსახვეჭად ან ადამიანებზე ზეწოლის მოსახდენად. ვფიქრობ ამ მომენტში ექსპერტებსა და საზოგადოებით დაინტერესებულ ადამიანებს შორის არსებული გათიშულობის შესაძლებლად ხიდი უნდა არსებობდეს. ჩვენ ეს ხიდი არ გვაქვს, რადგან სხვა ადამიანები, ინსტიტუციები და უნივერსიტეტებიც კი ისინი შესაძლოა ქმნიან რაღაც ფილოსოფიას ამის გარშემო და ეშინიათ საფრთხეების, მაგრამ შიგნით არ შედიან და ინფორმაციას არ იძიებენ. ასე რომ, ვფიქრობ ეს წიგნი არის ხიდი სხვადასხვა სამყაროებს შორის და მათი დაკავშირება შესანიშნავი იქნებოდა. რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ მითებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რასაც ხალხი ამბობს. თითქოს ის ადამიანებზე კონტროლს დაამყარებს და ბოლოს ჩვენი უფროსი გახდება. რა თქმა უნდა, როგორც ისტორიიდან ვიცით, ტექნოლოგია ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ან სამყაროს პოზიტიური განვითარებისთვის, ან ნაწარმოოთ იარაღი ომისთვის, უბრალოდ ფულის მოსაგებად. ვფიქრობ, ეს ნამდვილად დემოკრატიული გამოწვევა იყო ჩართული ამ პროცესებში და ეცადო მონაწილეობა მიიღო უკეთესი ცხოვრებისკენ სვლაში. Yes. ახლა ვისაუბროთ წიგნის წერის პროცესზე, როგორ წარიმართა ის და რა გამოწვევები იყო წერისას, განსაკუთრებით თავად AI-სთან და ერთმანეთთან მუშაობისას. დიახ, ეს პროცესი სანდრომ უკვე გაიარა, ალბათ მან დაუპასუხოს. დიახ, მე შევძლებ პასუხის გაცემას. როგორც თქვი, ჩვენ დავიწყეთ წიგნის გეგმით, განვიხილეთ იგი, შემდეგ დავყავით ნაწილებად და როდესაც ჩვენ სტილს წერდით, ერთმანეთს უზიარებდით გადასამოწმებლად. დიახ, ეს იყო კოლაბორაცია. შემდეგ იყო 15-დან 20-მდე თავი, რომლებიც მე დამიბრუნდა და მე მქონდა დაახლოებით DJ-ის ფუნქცია, რადგან ვაკეთებდი AI-ის შესახებ არსებული საჯარო ტექსტების მიქსს. იმას რისიც წაკითხოთ შეგიძლიათ გაზეთებში ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ამ ყველაფერს ვკითხულობდი და ასე ვთქვათ რემიქსს ვუკეთებდი. შემიძლია ვთქვა, რომ მოვიპარე კიდეც. არა, არ მომიპარავს, მაგრამ გადავამუშავე და ვეცადე ჩამომეყალიბებინა რაღაც ფაქტებზე დაფუძნებული საზოგადოებრივი აზრის მსგავსი. შემდეგ ის ისევ მოვიდა და ჩემი ტექსტებისთვის ილუსტრაციები შექმნა. ასე რომ ამ წიგნში ძალიან განსხვავებული ხედვებია დაკავშირებული, ვფიქრობ შესაძლოა სწორედ ესაა მისი ხარისხი. როდესაც წიგნი დასრულდა და უკვე გამოიცა დასრულულ სახით, რა რეაქციები ან რა ფიდბექი მიიღეთ მკითხველისგან?
რა ვიცი ხა ჩემი აზრით ყველაზე დიდი ფიდბექი იყო ინტერესი. ფაქტია რომ ამ სფეროს მიმართ არის ინტერესი დიდი. რა თქმა უნდა, YouTube-ზე არის ძალიან ბევრი, ვთქვათ, სამკვლევი, ვიდეო დისკუსია და ასე შემდეგ, მაგრამ ბუნებრივი არსებობენ ადამიანები, რომელსაც ურჩევნიათ წაკითხვა, ხო, აი რაღაცა დაждდა, წაიკითხა, გაიაზრა და ასე შემდეგ და ვფიქრობ, რომ აი ესეთი ადამიანების მხრიდან დიდი ინტერესია, იმიტომ რომ მაგალითად თუ კი ინგლისური და გერმანული ვერსია დევს Amazon-ზე და ნებისმიერ შეუძლია გამოწერა, ქართული ვერსიის შემთხვევაში ჯეულობის მხარდაჭერით დაიბეჭდა ეს წიგნი და თავიდან იყო ესეთი იდეა, რომ მოდი რაღაცა დავარიგოთ იმ ადამიანებში, ვისაც ინტერესი აქვს, ხო? მაგრამ ნუ რაღაცა შეზღუდული რაოდენობა იქნებოდა ასეთ შემთხვევაში და შემდეგ ძალიან ბევრმა გამოთქვა ინტერესი, რომ აი საჩება ვიყიდოთ და ამიტომ დავიწყეთ უკვე ამაზე ფიქრი, რომ ეს მოგცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი დავბეჭდოთ და უფრო ფართო აუდიტორიასთან მივიდეს, ამიტომ დღეს ახლა წიგნის მაღაზია პარტნასში შევლენების მიერ შეიძინოს, ან მათ აქვთ ვებგვერდი და ვებგვერდის საშუალებით გამოიწვევს. თქვენი აზრით რა პოტენციალი აქვს წიგნს? ნუ ჩემი აზრით აი მას შეუძლია დაეხმაროს ლექტორებს და მასწავლებლებს, რომ თქვათ აი თავის სასწავლო პროგრამებში მოახდინონ ამ თემის ინტეგრირება, იმიტომ რომ რაც ესეთი გამჭოლი კომპეტენცია არ მგონია, რომ სკოლაში თქვათ რაღაც საკი საგნად უნდა იყოს, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სხვა საგანში რაღაცა დოზით ინტეგრირებული იყოს. ხო, ახლა უნივერსიტეტში შეიძლება საკი საგანი იყოს, რომ ვიღაცა უფრო სიღრმისეულად ისწავლოს, მაგრამ ამის პარალელურად უნივერსიტეტში შეიძლება ყველა საგანში გარკვეული დოზით ინტეგრირებული იყოს და ჩემი აზრით აი წიგნი აი ამ პროცესს შეუწყობს. წიგნი, რომელსაც ეხლა განვიხილავთ, ხო, არის დაწერილი ხელოვნური ინტელექტთან თანამშრომლობით. და თავად ხელოვნური ინტელექტზე არის ეს წიგნი. როგორ ფიქრობთ, სხვა მიმართულებში, მაგალითად, მხატვრულ ლიტერატურაში ან სამეცნიერო ნაშრომებში ეს ტექნიკა, ასე რომ ვთქვათ, გამოდგება და დაიწყებენ ავტორები AI-ის გამოყენებას თავიანთი წიგნების დასაწერად თუ მაინც და მაინც არ გაამართლებს. აი მან ბევრი საფრთხე შემცველია, მაგალითად იყო რაღაც სტატიები, რომ ერთ-ერთმა ჟურნალმა, რომელიც მხატვრულ ლიტერატურას ბეჭდავდა, შეწყვიტა საერთოდ მხატვრულ ლიტერატურის ნაწარმოებების მიღება. იმიტომ რომ ამ ხელოვნური ინტელექტით დაწერილი ნაწარმოებების რაოდენობა დიდი შემოვიდა, რომ ვეღარ ახერხებდნენ ამდენი ნაწარმოების წაკითხვას, გააზრებას და გადარჩევას, ხო? მე ვფიქრობ, რომ მხატვრული ლიტერატურა ეს მაინც უფრო ადამიანის სფერო არის, მაგრამ იქ სადაც საუბარია გზამკვლევზე, თქვა სახელმძღვანელოზე, სადაც რაღაცა ყველამ ვიცით, ან რაღაცა როგორ ვთქვა, რაღაც საკითხები უკვე სტანდარტიზირებულია და განხილულია და უბრალოდ თქვა ხდება ამის ადაპტირება უფრო სტუდენტისთვის, უფრო მარტივი ენით უნდა იყოს, უფრო კარგად უნდა იყოს ახსნილი, აი ამ რაღაცებში ვხედავ, თქვა პოტენციალს, ხო? ხა თვითონ ამ წიგნის მუშაობისას, ნუ პირველი რაზეც იყო ეს იყო სარჩევი, ხო, რომ რა საკითხები შევიდეს, მაგრამ ესეც ესე ნაბიჯ მიდიოდა, ხო, იქ რაღაცა შევიტანეთ სრულებები, რაღაცები გადავაკეთეთ. აი მე ვფიქრობ, თქვათ საინტერესო ასისტენტია, აი უფრო სახელმძღვანელოზე მუშაობისას, სადაც ისეთ ცოდნასთან გვაქვს საქმე, რომელიც თქვათ უკვე ცნობილია, ხო, და უბრალოდ განსამარტია, ასახსნელია და აი ამ პროცესში, თქვათ რჩევები, თუნდაც რედაქტირება, ხო, აი ამ რაღაცებს საკმაოდ კარგად აკეთებს, თუ შექმნია ასისტენტს, რომელიც ამ პროცესში გეხმარება, მერე შეგიძლია ჩაუგდო ეს ტექსტები და ის უკვე ამუშავებს ამას და კარგ რჩევებს გაწევს. კი ბატონო, თუმცა თუ ვიცით მაგალითად, რომ კონკრეტულ სამეცნიერო ფაქტებს ან ისტორიულ ფაქტებს AI თქვათ სწორად არ გვაწვდის, რამდენად კომპეტენტურია. კი, არა. მათ დავაწერნოთ სასკოლო წიგნები. ხო, რა თქმა უნდა, აქ ხო საუბარი რაზე არის, რომ ეს არის ასისტენტი. რომ როგორც თავშივე აღვნიშნე, ხო, ადამიანი განსაზღვრავს მიზანს, ხელოვნური ინტელექტთან მუშაობისას და ადამიანი მერე
აფასებს ამას, ხო? ანუ თქვათ რა ფაქტიც არ უნდა შემოეთავაზებინა ხელოვნურ ინტელექტს, ხო? მე ვარ პასუხისმგებელი, ხო? ჩემი სახელია იქ და ამიტომ რა თქმა უნდა მე მას ყურადღებით ვკითხულობდი და თუ რაღაცა სხვანაირად ვთვლიდი, ამას ყოფილს ვთვლიდი, რომ ბევრჯერ არის წიგნი წაკითხული და ბევრჯერ არის ჩასწორებული მას შემდეგ, რაც თქვათ რაღაც ხელოვნურ ინტელექტის ფილტრი გაიარა. ამიტომ იქ როგორც წერია ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით, ხო? ანუ აი წარმოიდგინე, რომ ყავს წიგნის წერისას მოსაუბრე, რომელსაც შეიძლება რაღაცა ინფორმაცია, რაღაცა კითხო, ან რაღაცა ჩაუგდო რაღაც თავი და ამაზე მისი აზრი კითხო, ხო? აი ესეთ დონეზე, იმიტომ რომ როგორც თქვი, აი ეს ყველაზე უფრო პროდუქტიული ჩემი აზრით არის კოლაბორაცია, არა ხელოვნური ინტელექტი მარტო, არა ადამიანი მარტო, არამედ მათი ურთიერთთანამშრომლობა. მადლობა. ვარაკოსტიოს და როგორც ესეთ საინტერესო თემაზე, რაც ძალიან აქტუალურია ეს უკვე. და მაყურებელს მინდა უთხრა, რომ ტექნის შესახებ ინფორმაციას დავტოვებთ ვიდეოს აღწერაში, თუ სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ და ასე შემდეგ. და ასევე კიდევ ერთხელ მინდა რომ შეგახსენოთ, რომ უნილაბთან და უნიპოდკასტთან კოლაბორაციით გამოდის ახალი პროექტი, პოდკასტი იქ პროექტი, სადაც იქნება ტექნოლოგიების შესახებ საუბარი ბატონ სანდრო ასათიანთან ერთად. ეს რაცაც დავამატებ, რომ გარდა იმისა, რომ წიგნი იყიდება, ილეონის ბიბლიოთეკაშიც არის და შესაბამისად მისაწვდომია სტუდენტებისთვის ილეონის შეუძლიათ მიაკითხონ ბიბლიოთეკას და ძალიან კარგი. მადლობა. მადლობა. Thank you.